Okay. აი ნახეთ, ესეთი ძალიან საინტერესო საიტია. ძალიან საინტერესო პროექტია. მოკლედ, ესეთი mock API-ა, რომლიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ API-ები. ანუ Firebase-ის ვარიანტია, ond რაღაცნაირად უფრო უკეთესი თითქოს. სიმართლე გითხრათ, მე ჯერ ახალი აღმოჩენილი მაქვს ეს პროექტი, თანამშრომელმა მირჩია და ჯერჯერობით უბრალოდ გადავხედე, ბოლომდე ვერ გავერკვე, ამიტომაც დღეს ამას არ აგიხსნით, იმიტომ რომ მეც ცოტა ხანი ვარჯიშებ, ანუ შევალმოწმებ, რა როგორ მუშაობს, ბოლომდე ჩამოყალიბდები და მერე თქვენც განახებთ, რა თქმა უნდა. ხო, ანუ რაღაც new project-ს დავაწერთ, მაგალითად სახელი, რაღაცა test მაგალითად. Great. და გვექნება რაღაცა პროექტი. აი მაგალითად შეგვიძლია ახალი რაღაც API დავამატოთ, მაგალითად post-ში და აი აქ ვეუბნებით რა ელემენტები უნდა ქონდეს. მაგალითად უნდა ქონდეს ამ post-ებს ID-ები, დრო, როდესაც შეიქმნა ეს ID, სახელი, რაღაც ავატარი, ნუ აი მაგალითად შეგვიძლია ავატარი მოვაშოროთ. დავამატოთ მაგალითად რაღაცა add field და მაგალითად რა უნდა იყოს რა field name, მაგალითად post ან title უბრალოდ. ნახეთ, title ექნება და აი მაგალითად აქ name-ი წერტილი full name რაღაც ესეთია, ვიცით? მოდი ეს დავაგენერიროთ ჯერ. Great. და ნუ იდეა შეგვექნა ესეთი API. აი აქ მაგალითად შეგვიძლია მოვნიშნოთ რაღაც, აი მაგალითად 30 და ნებისმიერ რაოდენობა. აი აქ რო დავაჭი. ნახეთ ახლა მე რო ეს ნახო, აი არა, დატაში რო შევიდე, ნახეთ, შევექნა create it და draw. რაღაც სახელი რაღაც რანდომულად დაგვეგენერირა, title-იც რაღაც რანდომულად დააგენერირა და ყველას მიცა თავისი ID. მაგალითად ახლა აქ შეგვიძლია დავაედიტოთ ეს ყველაფერი. აი მაგალითად კიდევ text. ანუ იყოს random word-ი. დავაჭიროთ updates და ახლა რომ ნახოთ მონაცემები რაღაც ტექსტიც on random word-ი გამოდის ახლა მარტო ერთი სიტყვა. ხო, ნუ რაღაცნაირად აქ უნდა იყოს ესეთ რომ ბევრი სიტყვა ჩაიწეროს text. lorem text-ი. lorem text-ი ავირჩი. update-ი, აბა ახლა ვნახოთ დატა. აი რაღაც სხვადასხვა ტექსტები გამოდის ამ API-ში. და მე რა შეგვიძლია რა თქმა უნდა მოვითხოვოთ. რო გავაგზავნოთ, ხო, ნახეთ. სერვერის. და აი აქ გავაგზავნოთ მე request მაგალითად წამოღება გვინდა ვეტყვით ამ API-ს წამოღება გვინდა პირობითად თან ნახეთ აი მაგალითად აქ შემოვიდა, ნუ შემიძლია ხო რაოდენობა რო გავზარდო ეს ერთი. ნუ შემიძლია ჩემით მაგალითად შევცვალო რაღაც პარამეტრები. და დავაჭერ updates და იდეაში განახლდება. ასევე შეგვიძლია დავუმატოთ ესეთი რაღაცები, ნახეთ, new resource რო დავაჭერთ. აი აქ ქვემოთ არის, ან მაგალითად get-ის გაგზავნა შეგვეძლება თუ არა, post request-ის გაგზავნა შეგვეძლება თუ არა, ანუ ამათი ჩართვა გამორთვები და ასე შემდეგ. ანუ ახალი პოსტის დამატება შეგვეძლება თუ არა, წამოღება შეგვეძლება თუ არა, შეცვლა თუ შეგვიძლია, წაშლა თუ შეგვიძლია და ასე შემდეგ. ანუ აი ესეთი ძალიან საინტერესო შენეგვეძლევა ჩვენ. შესაძლებლობები ამ mock API-დან, ანუ ჩვენ შეგვიძლია რამე საინტერესო პროექტი გავხდოთ ამ ნებისმიერი თემატიკის, რა იმ მაგალითად ჩვენი ონლაინ მაღაზიაც ძალიან ჩვეულებრივად შეგვიძლია გავაკეთოთ პრობლემოთ და კიდევ ბევრი სხვადასხვა რაღაც. ხო, უბრალოდ კარგად ჩამოყალიბდები აი ამ
საიტთან დაკავშირებით კარგად დავაკვირდები, ნახავ ჩაუჯდები და მე უკვე თქვენც აგიხსნით. აი, რაც შეეხება routings. კარგი, მოდი live server-ზე გავალ. ინსპექტი რა თქვინდა. აი ესეთ რაღაც გავაკეთეთ. ეხლა ზოგადად თვითონ routing-ის თემას შეგახსენებთ. მოდით რამდენი კომპონენტს დავაგენერირებ. ng generate component და მაგალითად რამე about component-ი შევქმნით. და მაგალითად იდეაში მოდი post component-ი შევქმნით. კიდევ ერთი გვექნება home component. Okay, შევქმნით სამი კომპონენტი, about, home და post. ну ეს ყველაფერი როგორც უკვე ვთქვი, ახლა მე რატომაც ისევე აპში შევქმნი უბრალოდ, მაგრამ ზოგადად ჯობია რომ ერთი ფოლდერი გქონდეს აღებული და ამ ერთ ფოლდერში ჩავსვათ ყველა კომპონენტი. რომ აი ესე უბრალოდ შეიძლება 10, 15, 20 და 30 კომპონენტი გქონდეს და ესე უბრალოდ მიყრილი რო არ იყოს მასზე აჯობებს. აი მოდი გადმოვიდეთ app routing მოდულში და გვაქვს აი აქ ჩვენ massive routes-ში, რომელშიც უნდა ავწეროთ ახლა ჩვენ ახალი route-ები. იდეაში ბარემ რო ამასთან ერთად სასტუმროს ფილტრაციის ლოგიკა გაგვიარა, მგონი ჯობს. routing-ი გავიხსენოთ და თან ფილტრაცია რომ გავაკეთოთ. კარგი, მოდი ამ გვერდებს ავშლი ამ კომპონენტებს. homes დავუტოვებ მარტო. მოდი ამასაც წავშლი რა, რომ ბარემ შეერეთ ფოლდერში შევქმნათ. ng generate component და ნახეთ ჯერ წერ ფოლდერის მისამართს, რომელ ფოლდერში უნდა შეიქმნას ჩვენი კომპონენტი. და ამის შემდეგ უკვე მაგალითად home folder-ი შეირედი, რომელსაც იქნება home component. შეერეთ folder-ია, შეგნით home component, ანუ ეს ალკე folder-ია, უბრალოდ ახლა ესეა ჩვენთვის. ну მეორე კომპონენტს რო შევქმნით, მე უფრო კარგად დაინახოთ. ისევე ng generate component შეერეთ. და ახლა უკვე შემდეგი კომპონენტის სახელი, მაგალითად rooms component. ну აი შეერეთ folder-ში გვაქვს ორი folder-ი. home component-ის folder-ი და rooms component-ის folder-ი. და მოდით ოთახის დაჯავშნის ან ოთახის დაჯავშნის კომპონენტი შევქმნით. და დეტალურად და ნელ-ნელა მივყვეთ ახლა აი ეს კონკრეტული ოთახის გახსნის ლოგიკაც მინდა რომ კარგად ნახოთ. და ერთი აი აქ დაგჭირდება, ანუ შეერეთში okay გქონდეს კომპონენტები და აი აქ შევქმნი app-ში ახლა folder services. და შეგნით ან იდეაში მოდი ესეც CLI-დან დავაგენერიროთ. ng generate component services folder-ში ვეუბნები რომ მინდა შეიქმნას ეს C არა, S უნდა დავწერო. ამ სერვისი რომ შეიქმნას, services და მაგალითად room service.
ოკეი. სერვისებიც შევქმნით. კაი, ეხლა uploading მოდულში რამენაირად უნდა დავამატოთ ეს კომპონენტები. და ამ კომპონენტებში გადაადგილება უნდა დავუყოთ. უნდა გავხსნათ პირველი ობიექტი, ანუ თვით ობიექტი იქნება თვითონ მარშრუტი. რომელშიც უნდა ავწეროთ რომელ მისამართზე რომელი კომპონენტი უნდა გამოვიდეს. მაგალითად ვეუბნებით ეხლა მისამართს და ბჭყალებში წერთ ეხლა იმ მისამართს, რომელზეც გვინდა რომ კომპონენტი გაგვიხსნას. მაგალითად ცარიელ ბჭყალებზე, ანუ თავარ გვერდზე, ანუ ჩვენი მისამართი ხო არის ეხლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში localhost 4200 და აი ამის შემდეგ, როდესაც არაფერი არ ეწერება, ანუ პირდაპირ 4200 localhost-ზე როდესაც შევალთ, ანუ ცარიელი ბჭყალები მაგას ნიშნავს, რომ აი ამის შემდეგ 4200-ის მერე, როდესაც სიცარიელე იქნება, მინდა გამომივიდეს კომპონენტი home კომპონენტი. შემდეგ მეორე მარშრუტი ავწეროთ. მისამართი, როდესაც გვექნება rooms localhost 4200-ის შემდეგ rooms, როდესაც დაეწერება, მაშინ მინდა რომ გაიხსნას კომპონენტი რა თქმა უნდა. და შემდეგ path მისამართი, როდესაც გვექნება book-room/ და 2 წერტილი და ID. ამ ზოგადად ეხლა ეს 2 წერტილი ID რას ნიშნავს, მოდი ეს განვიხილოთ კიდევ ერთხელ. ჩვენ იდეაში უნდა გაგვეხსნას კონკრეტული ოთახი კონკრეტული ID-დან გამომდინარე. ანუ რა ოპერაციები უნდა შესრულდეს ეხლა აქ. მე როდესაც localhost 4200-ზე ვიქნები, მომხმარებელი გადავა აი ესეთ მისამართზე, როგორც არის rooms-ზე. როდესაც rooms-ზე იმყოფება, ის აირჩევს ერთ-ერთ ოთახს და დააჭერს. იმ ოთახს, რომელსაც აირჩევს, იმ ოთახს ექნება თავისი კონკრეტული ID. და მე მინდა რომ ოთახს როდესაც დააჭერს, მე გადავიდე ამ მისამართზე book წერტილი room და სლეშის შემდეგ ჩაიწეროს ის ID, რომელი ID-ც ქონდა იმ კონკრეტულ ოთახს. მაგალითად ეხლა აი აქ გვაქვს ოთახების ჩამონათვალე. აი ამ ოთახს მაგალითად აქვს ID 3. თუ ამ ოთახს ID 3 აქვს და მომხმარებელმა დააჭირა, მინდა გადმოვიდე აი ამ book room მისამართზე და შემდეგ უკვე სლეშის შემდეგ დაიწეროს 3. всё. 3 უნდა დაიწეროს და მორჩა. ანუ ამ ID-თ ამას ვეუბნებით, რომ აქ შეიძლება 3 იყოს, შეიძლება 10 იყოს, შეიძლება გამარჯვება იყოს. ანუ არ არის განსაზღვრული ეს ყველაფერი, ანუ იქნება ცვალებადი მნიშვნელობა. ნებისმიერი რამე შეიძლება შეიწყოს. აქ ID-ს რატო უწევთ? უბრალოდ მე ამ პარამეტრს, როდესაც წავიკითხავთ, ეს თუ გახსოვთ, მე პარამს როდესაც მივმართავთ და ამ პარამს flat შევინახავთ. ან მოგდის ობიექტი ამ დროს. და ეს ობიექტი ამ ობიექტში არის პარამეტრი ID, რომლის მნიშვნელობაც იქნება ის ID. ხო აქ შეგვიძლია ნებისმიერ რამე ჩავწეროთ, მაგრამ ძირითადად ID. ანუ book room-ის შემდეგ მინდა რომ რაღაც 10 დაეწეროს მაგალითად. ამას ახლა რა თქმა უნდა პრაქტიკაში ვნახავთ. და თანამედროვულად ვეტყვი რომ მინდა გამეხსნას კომპონენტი book room კომპონენტი. კარგით, routing-ი ავხსენეთ. კარგი, მე გადმოვალ ახლა app component HTML-ში და router outlet text შევქმნი, რომელი თეგიდან router outlet ხო ძალიან კომპონენტები რო შევქმნით. იმ კომპონენტების მარშრუტები, მისამართები გაიწერა აქ. და ნუ რა თქმა უნდა შესაძლებელია ხო. about კომპონენტი წასაშლელია აქედან, იმიტომ რომ აღარ გვაქვს post კომპონენტის წასაშლელია, home კომპონენტის მისამართია შესაძლებელი ახლა. Quick fix add import from shared.
ანუ rooms კომპონენტის და bookroom კომპონენტი, რადგან ახალი შექმნილები არიან, ამათი მისამართი შეცვლა აღარ მჭირდება. Ну, ახლა router outlet-იც ჩვეულებრივად იმუშავებს. კარგი, მოდი გადმოვიდეთ ისევ ჩვენს სერვერზე. და რა უნდა ახლა routing მოდული გვაქვს. outlet-ი არ მოდის. ну ესეთ სიტუაციებში უბრალოდ დააკომენტარეთ ხოლმე ის ერორის ნაწილი და ჩვენცელ კომენტარი სავარაუდოდ გამოსვლით. აი მოდი ახლა იდეაში ული მაგალითად ამდენი გვაქვს 3 და შიგნით ეითეგები. ну ული შიგნით ეითეგები ეს სტანდარტული სტრუქტურა შევქმნით. რომ უბრალოდ ნავიგაცია შევძლოთ ამ რაუტებში. H-რების მაგივრად როგორც შეგახსენებთ რომ რაუტერ ლინკები იწერება და აი აქ ჭალებში უკვე უთითებთ რომელ მისამართზე გადავდივართ. პირველი გქონდეს მოდით home ამ თავარი გვერდზე გადმოსასვლელი და რა თქმა უნდა ამას დავტოვებთ სერიალს ახლა. იმიტომ რომ უბრალოდ ჭალებს დავტოვებთ სერიალს, იმიტომ რომ ვეუბნებით რომ აი ამ 8x როდესაც დავაჭერ, მე მინდა რომ დავბრუნდე სერიალ მისამართზე. ანუ localhost 4200 შემდეგ არაფერი არ უნდა იწეროს. აი, აქ ვეტყვი რომ მინდა გადავიდე მაგალითად rooms-ზე და იდეაში მესამე 8-ი არ გვჭირდება. or bookroom-ზე სხვა ღილაკიდან გამომდინარე გადავიდე. აქ მაგალითად ნახოთ ახლა ეს routing-ი როგორ მუშაობს, დავაჭერ rooms, გამომივიდა rooms კომპონენტი router outlet-ში, დავაჭერე homes, გამომივიდა home კომპონენტი. იდეაში აი დააკვირდით, მაგალითად შემიძლია რამე კონტეინერი შევქმნით. რა და აი router outlet-ის იდეა მინდა. ანუ ეს router outlet-ის მაგივრად შემოდიან სხვა კომპონენტები როგორც ვიცით. აი ამის ადგილზე უკვე. მაგალითად home კომპონენტი, როდესაც შემოდის ჩვენ საიტზე, აი ამ router outlet-ის ადგილას შემოდის. მაგალითად აი ამ კონტეინერს თუ მესწილებს მივცემ ახლა და რამე შეგვიძლია გავუყენო. კონტეინერი მაგალითად with 300 პიქსელი merging აი ეს home კომპონენტი გამო ამ კონტეინერის სივრცეში. მაგალითად ბორდერი გავუკეთოთ. ეს კარგად რომ ნახოთ. 3 პიქსელი solid. აი ნახეთ, ზუსტად ამ სივრცეში გამოვიდა. ну რადგან სიმაღლე არ მაქვს შეზღუდული ახლა ეს კონტეინერი გაიზრდება, ზუსტად იმ სიმაღლეზე რამდენსაც საჭირო იქნება. ეს შეზღუდვა შეგვიძლია დავუყენოთ. router outlet-თან ზოგადად რამე კითხვა ხო არ გვაქვს? ხო ხვდებით როგორ მუშაობს router outlet? კი. ება. ხო, შემდეგ ну კაი ეს კონტეინერი არ გვინდა, ну უბრალოდ სავარჯიშოდ გავუკეთეთ. ჯერჯერობით აი ახლა რაც გავუწერეთ აქ რამე ხომ არ იყო გაუგებარი. და აი ხო ყველაფერი ვიცით ახლა აქამდე რაც გავაკეთეთ და რამე კითხვა ხო არ გაგიჩნდა. რა კითხვა თქონა გასაგებია. მიხდი ისიც გინდოდა, ანუ შენ ამაზე გულისხმობდი ხო აი ეს ID-ზე გადამსვლელი. არა მარტო ID, რო აი მაგ ჭალებში რასაც წერთ რის მიხედვით წერთ ხო? ხო, ოკეი. ხო, ან ნახე მე რომ აი აქ წერ რომ აი რა მისამართზე გადავდივარ. ანუ localhost-ის შემდეგ რა უნდა დაეწეროს router link-ში მაგას. აი აქ რო დაეწერება ეს მისამართი. უბრალოდ router outlet-ში რომელი კომპონენტი უნდა გამოვიდეს, აი აქ წერთ მაგას. აი აქ უნდა რომ როდესაც მისამართი აი აქ localhost 4000-ის მერე 4200-ის მერე rooms-ი დაეწერება, უნდა გამოვიდეს rooms კომპონენტი router outlet-ში.
არის. და მოდით ახლა ჯერჯერობით rooms კომპონენტში ახლა ამასაც გავუვლით კონკრეტული ოთახის გახსნის ლოგიკას, მაგრამ ჯერჯერობით მინდა რომ აი ნახოთ ფილტრაციის ლოგიკა აი ამ კონკრეტულ პროექტში, მაგალითად აქ გვაქვს ესეთი რაღაცა. double room დავაჭერ და მიჩვენებს კონკრეტულად იმ ოთახებს, რომელიც შეესაბამება ამ კონკრეტულ კრიტერიუმს. მოდი ახლა პირველ რიგში, ხო. არა, ამასაც გაჩვენებთ, ანუ ჩვენ ხო HTTP client modules ვაიმპორტებთ აქ. და client modules. და ეს ხათგვირავს რომ დაძველებული ვერსია უკვე და ახალი გამოიყენებ. იდეაში ესეც ჩვეულებრივად შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგრამ რატომაც Angular-ი გთხოვს რომ ახლა აი აქ ნახეთ providers-ში დავწეროთ provide HTTP client. და ჩილ. აი ესეთ რაღაცას. იმპორტის მაგივრად რომ უბრალოდ იმპორტში HTTP client მოდულის მაგივრად provider-ში დავწეროთ provide HTTP client. და იგივე იქნება, არაფერი ცვლილება არ იქნება რეალურად. და რისთვის დავწერეთ? ეს იმიტომ რომ შემდეგ HTTP-ს გამოვიყენოთ HTTP ობიექტი, რომლიდან გამომდინარე სერვერზე ვაკეთებთ მიმართვას. ოკეი. კომპიუტერი დავავირუსე. ჩვენ გვაქვს ახლა კონსტრუქტორი room service-ში და გამოვიყენოთ inject-ი. დავაინჯექტოთ ჩვენი HTTP. private მაგალითად HTTP სახელი, ეს სახელი დავარქვით და ახლა იმიტომ დავაპროვაიდეთ ჩვენი HTTP client-ი. რომ შემდეგ უბრალოდ აი აქ დავაპროვაიდეთ app მოდულში. დავაპროვაიდეთ, HTTP client-ი შემოვიტანეთ და შემდეგ უკვე შემიძლია ამ HTTP client-ის გამოყენება კომპონენტში. ამ კონკრეტულ HTTP clients ვიყენებთ იმისთვის, რომ სერვერზე გავაგზავნოთ მოთხოვნა. იდეაში ახლა მე კონკრეტულად HTTP პარამეტრს მივეცი ამ HTTP client-ის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები. და HTTP-ს მივმართავთ, ესე იგი HTTP client-ზე ვაკეთებთ მიმართვას. და სერვერზე გვინდა რაღაც კონკრეტული მოთხოვნის გაგზავნა. ახლა დავწეროთ მეთოდი get rooms, რომლიდან გამომდინარეც მივიღებთ ჩვენ ყველა ოთახს. this HTTP get და გავხსნათ რჩილები. მიმართეთ HTTP-ს, ვეუბნებით რომ რაღაც ინფორმაციის მიღება გვინდა და ბრჭყალებში უნდა ჩავწეროთ ახლა უბრალოდ HTTP-ს მიმართეთ და ვეუბნებით სერვერზე request-ის გაგზავნა გვინდა და გვინდა რომ წამოვიღოთ რაღაც ინფორმაცია. მოდი ახლა გადმოვიდეთ სერვერზე. ვთქვათ რომ ყველა ოთახის მიღება გვინდა. რა თქმა უნდა, აი ამ request-ზე უნდა დავსაბსკრაიბდეთ, რადგან ეს ყველაფერი არის ასინქრონული ოპერაცია. და response-ი შეგვიძლია აი აქ სხვაში გავიტანოთ. აი აქ შევქნათ სერვისში ვადი რამე მაგალითად rooms დრის და კვადრატული რჩევები, ყველა ოთახის მიღების ვადი. this rooms დრის response. ახლა ვეუბნებით რომ აი ეს კონკრეტულად მასივი მიიღებს სერვერიდან წამოღებულ ინფორმაციას. და მოდი ახლა იცით რა გავაკეთოთ. ფოლდერი შევქნათ
interfaces, interface-ები და ახალი ფაილი ამ folder-ში interfaces.ts და მოდი დღეს interface-ებით ვიმუშაოთ. ანუ interface-ები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ სერვერზე გავაგზავნოთ request-ები. და სერვისებში ინტერფეისები ჩავწერო თუ არ შეიძლება ეგრე? თალკე იმით უნდა გავაკეთო folder-ი. ხო, რან თალკე folder-ი ჯობია, იცი რატო? ზოგადად ჩვენი სერვისი შეიძლება ძალიან გრძელი იყოს და ძალიან ბევრი კოდი ჩაიწეროს. ამიტომაც ეს ინტერფეისები კიდევ უფრო გაწერავს ამ სერვისების ფაილს და უფრო დატვირთავს. და ჯობია რომ თალკე folder-ი გქონდეს, აი აქ დავწეროთ export interface. Interface-ის სახელი მაგალითად rooms და აი აქ როდესაც ავწერთ ჩვენ ინტერფეისებს. მე უკვე ჩვეულებრივად შეგვეძლება რომ აი აქ დავუკავშიროთ. რა უბრალოდ თალკე ფაილში ვექნება ეს ყველაფერი. აი მოდი იდეაში ახლა აი ამ ისამარზე მე თვითონ გადავალ. და ვნახოთ ახლა რა ინფორმაცია. რა ტიპის მონაცემები გვაქვს. აი, ჯერჯერობით აი ამ apps დავაკოპიებ. და აი აქ ჩამოვიდა. ან პირდაპირ აი აქ დავწერეს. და რას გავაკეთებ? ვეტყვი რომ ID გვაქვს. number-ი. name გვაქვს string-ი. hotel ID-ს გვაქვს number-ი. price per night გვაქვს number-ი. avia label გვაქვს boolean-ი, რადგან true არის maximum guests-ის number-ი, room type ID-ს number-ი და booked dates. booked dates რა დავუწეროთ ახლა? ეს ნახეთ მასივი. და გავაკეთოთ და ვნავდგეთ და booked dates-ისთვის თალკე ინტერფეისი უნდა შევქმნათ. booked dates. აი, ნუ ახლა export-ს აღარ დავწერ, უბრალოდ ინტერფეისს გავაკეთებ. ნუ იმიტომ რომ სხვა folder-ში გატანა არ დავჭირდება. interface booked dates on დიდი ასოთი დავწერ აქ booked dates. იმიტომ რომ ინტერფეისის სახელი იწყება ყოველთვის დიდი ასოთი. და ავწეროთ რეები გვაქვს აქ. ნუ აქაც შესაბამისად აი ამებს დავაკოპირებ ახლა. და ამოვიღებ. აქ დავეტყვი რა ინფორმაცია გვაქვს. გვაქვს number-ი, გვაქვს string-ი და გვაქვს number-ი ისე. ოკეი. და ახლა booked dates გადავცეთ შესაბამისი პარამეტრი. ეს ინტერფეისი. dates და უთხრათ რომ ეს იქნება მასივი. ამ booked dates-ი გვაქვს ობიექტები, ანუ ესეთი ობიექტები გვაქვს აი ამ მასივში. ახლა რომ service უთხრათ რა ტიპის პარამეტრი უნდა მიიღოს. rooms ობიექტები და თვითონ იქნება მასივი. ხო, ახლა იდეაში მაინც გვიერორებს. იმიტომაც response უნდა უთხრათ ასევე ტიპი. response-საც გავუწევოთ რა ტიპის ინფორმაციას ურევს rooms და მასივი. ზამით აი აქ რატო ვერ მიიღო, მგონი generic ტიპი გვჭირდება აქ. ერთ წამით გადავამოწმებ და ახლა აი აქ რა დავწერე და რატო დავწერე. ეს არის მეგობრებო generic ტიპი. და რას ნიშნავს generic ტიპი? რა არის generic ტიპი? ნახეთ რა გავაკეთებ. მოდი აი ამ ყველაფერს დროებით. წავშლი რომ კარგად დავნა. ნახეთ მე ვწერ this HTTP-ზე მიმართვას და აი აქ ესეთ ფრჩხილებში წერ ტიპს. ანუ ინტერფეისის ტიპს და ვეუბნები რომ ეს ინტერფეისი იქნება მასივი, ხო რა თქმა უნდა. რას ვაკეთებ? generic ტიპით, ანუ ესეთი ტიპის ჩაწერის ფორმას ქვია generic ტიპი და generic ტიპით მე ვეუბნები რომ წინასწარ გამოსაზღვრა უფრო სწორად get-ის საშუალებით რა ინფორმაციას მოვითხოვ. ანუ მე როდესაც request გავაგზავნე, ვეუბნები get request როდესაც გავაგზავნე. ეს იქნება უფრო სწორად მე უნდა წამოვიღო ეს ტიპი, ანუ წინასწარ ვაფრთხილებ request-ს, რომ რა ინფორმაცია უნდა მივიღო. ნუ მე ჩვეულებრივად უკვე subscribe-დებით და this rooms გადავცემთ response. აი, მივიღეთ ახლა ჩვენ ყველა ოთახი. ნუ ჯერჯერობით არ მიგვიღია, უბრალოდ ფუნქცია მეთოდი გავამზადეთ, რომელ მეთოდშიც ჩვენ
დავწერეთ ესეთი მოთხოვნა, მაგრამ ეს მეთოდი, რა თქმა უნდა გამოვიძახოთ ახლა. თუ არ გამოვიძახებთ, ნუ უბრალოდ ლოგიკა იქნება, რომელიც გამოძახების გარეშე ეს უბრალოდ ეწერა. გამოვიძახოთ ეს, რა თქმა უნდა, იმ კომპონენტში, რომელ კომპონენტშიც გვინდა, რომ აი ეს მეთოდი ჩაითვალოს. ანუ მე ახლა ზოგადად რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ ეს კონკრეტული მეთოდი უნდა გამოვიძახოთ ზუსტად იმ კომპონენტში, რომელ კომპონენტშიც გვინდა, რომ აი ეს მასივი გამოვიყენოთ. რატომ? იმიტომ რომ სხვა კომპონენტში, იდეაში ყველა კომპონენტში, რა თქმა უნდა, ეს მასივი არ დაგჭირდება, ამიტომაც სერვერზე მოთხოვნას არ გავაკეთებ მე სხვა კომპონენტში. მე უბრალოდ ავდგები და rooms კომპონენტში ვიმპლემენტერდები on-იდან და შევქმნი ng-on-init მეთოდს. სადაც ვეთქვი, ნუ ng-on-init მეთოდამდე მოდით კონსტრუქტორი შევქმნით, რომ დავაინჯექტოთ ჩვენი სერვისი. მოდი იდეაში public დავუწეროთ, public სერვისი. რომ სერვისის სწორად დავარქვათ სახელი. რომ სერვისი. რომლის ტიპიც იქნება ზუსტად იმ კონკრეტული სერვისის ტიპი. კონკრეტული სერვისის ტიპი, რომელიც ჩვენ ავწერთ. და შემდეგ აი ამ room service, როდესაც მიმართავთ აი ამ პარამეტრის სახელს, ესე იგი მიმართავთ აი ამ კონკრეტულ class, რომელ class-შიც გვაქვს აი ეს სვლადები და აი ეს მეთოდები. ანუ this room service, როდესაც მე მიმართავ, ესე იგი მიმართავ იმ class და იმ class-ში ვეუბნები ახლა არის ესეთი მეთოდი get rooms-ი, რომელიც გამოძახებაც მინდა. Okay. მოდი გადმოვიდეთ ახლა inspect-ში. ავხსნათ აი აქ network-ი და ნახეთ network-ში აი აქ მომნიშნავ, უკვე მონიშნულია fetch-ი და xhr. იდეაში აი აქ გამოგვდის ის request-ები, რომელი request-ებიც სერვერზე იგზავნება. ნუ ჯერჯერობით არანაირი request-ი არ გვაქვს სერვერზე, იმიტომ რომ რა თქმა უნდა home კომპონენტზე ვარ და home კომპონენტზე არაფერი request-ი არ იგზავნება. მაგრამ rooms კომპონენტზე როდესაც გადმოვალ, მაშინვე გაიგზავნა, ანუ ng-on-init ჩაიტვირთა, ng-on-init-მა გამოიძახა მეთოდი get rooms და get rooms-მა უკვე გააგზავნა სერვერზე request-ი. და მივიღეთ get all request-ი. ნუ აი აქ იდეა შეგვიძლია ვნახოთ რაღაც preview, სადაც ვნახოთ რა პარამეტრები მივიღეთ სერვერიდან, ნუ headers-ები, ნუ get request-ი გაიგზავნა, აი ამ მისამართზე სტატუსი 200, okay გვაქვს, ანუ წარმატებით შეხვდა ჩვენი request. კონსოლში ვერაფერს ვერ ნახავთ, იმიტომ რომ კონსოლში არაფერი არ გამოვიდა. იდეაში rooms კომპონენტში ჩვენ უკვე გამოვიძახთ ეს მეთოდი, ანუ უკვე შეგვიძლია გადმოვიდეთ rooms კომპონენტ HTML-ში და ეს ოთახები გამოვიდა. აქ შევქმნი რამე divs rooms და შეგნით მექნება room. უმრავლობითი სახელი და ყოველთი სახელი. ნუ იდეაში აი აქ მე რაღაც გავაკეთე. Rooms სექციას გავაკეთე, section rooms. ნუ სემანტიკას დავუცოთ მოდი. რადგან წესებით ვაკეთებ ყველაფერს, კონტეინერი შეგნით და room. ამდეში მე გვექნება rooms ineri. ნუ მე rooms ineri display flex-ისთვის და room cards მაგალითად. ოთახის კარდები. და ოთახის კარდებს ახლა იდეაში ჩვენ გადაურბენთ ng4-ით. ng4 დავწეროთ და let room of service წერტილი rooms. ანუ ჩვენს მასივს მიმართავთ, რომელიც სერვისში გავაკეთეთ და ვეუბნებით, რომ იმ მასივს გავიტანთ იტერაციაში, ან loops ვაკეთებთ და room გვექნება იმ მასივში მყოფი ყველა ობიექტი. ეხლა აი ამ divs ხსნით და მაგალითად პარაგრაფში გამოვიტანოთ room წერტილი
და აი ნახეთ ინტერფეისების კიდევ ერთ-ერთი უპირატესობა, რადგან ინტერფეისი ავწერეთ, წერტილის შემდეგ უკვე მიჩვენებს რა პარამეტრებია და ჩემით აღარ მომიწევს არაფრის ძება. რომ წერტილი name მაგალითად. ოკეი, მოდი გადმოვიდეთ და ვნახოთ, ყველაფერი როგორ იქნება, ნუ home component-ზე ვართ, room-ზე დავბრუნდეთ და გამოგვივიდა ყველა კომპონენტი. ყველა ოთახის სახელი უბრალოდ. შემდეგ მაგალითად ისევე img tag-ი ეს ერთი რა თქმა უნდა უნდა დავაბაინდოთ ან კვადრატულ ჩხილებში უნდა ჩავსვათ ეს ატრიბუტი, რადგან აი აქ ჩაწერილი კოდი გახდეს JavaScript კოდი. Room წერტილი და ოკეი. როგორც ჩანს img-ის ინტერფეისი არ ავწერე, ხო? images, ხო, ესეც გვაქვს, ამიტომაც მოდი ესეც გავუწეროთ ინტერფეისს. გვაქვს ინტერფეისების ფაილი. აი აქ წერტილი მძიმე ჭირდება. და ზოგადად ინტერფეისში მძიმების დაწერა არ არის სავალდებულო, შეგვიძლია საერთოდ არ დავუწეროთ, შეგვიძლია დავუწეროთ ჩვენზეა დამოკიდებული და images. ესეთი პარამეტრი გვაქვს. ესეც ცალკე ინტერფეისი უნდა გავაკეთოთ, რადგან ესეც ცალკე ობიექტია. images idea-სოც რა თქმა უნდა images ამ გავწეროთ უკვე ეს პარამეტრი გვაქვს. ახლა ამას მივშლი. source იქნება string-ი, id იქნება number-ი და room ID-ც იქნება number-ი. ეს მასივია? კი, მასივია. უთხრათ რომ ეს არის images მასივი. გვჭირდება. ნუ ხელსაც არ შეგვიშლის, მაგრამ ნახოთ რომ ძიმების გარეშე შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ოკეი, ესეც გავასწორებ. ახლა რომ წერტილი დავწეროთ და ნახეთ images. images რო დავწერ, მერე წერტილი შემიძლია დავწერ. და ეს მასივია მთავაზობს მასივის მეთოდებს, მასივის მეთოდები გამოიყენებ. ამიტომაც ნახეთ ავირჩიოთ მასივის რომელი ელემენტი გვინდა რომ ამოვიდოთ. პირველი. და ნახეთ წერტილს რო დავწერ, უკვე მაჩვენებს რა პარამეტრები აქვს. ამ პირველ ობიექტს. ID აქვს, room ID აქვს და source. ჩვენ შემთხვევაში source. ხოთ? ისე აქ სურათის იმაზე SRC-ზე JavaScript-ის ის რაში დაგჭირდა, ანუ გადაგვიყვება. ჩვენ აი აქ ნახეთ ინტერპოლაციის საშუალებით შემოვუგროთ რომ წერტილი name. ანუ აი აქ ინტერპოლაციის გარეშე რო ეს დავწეროთ, ხო, უბრალოდ ტექსტი იქნება ეს. ჩვეულებრივი ტექსტი და room name-ი გამოვა აი აქ ყველგან. room name-ი ჩვეულებრივი ტექსტი არის, აქაც ჩვეულებრივი ტექსტია. ანუ აი აქ როგორც ინტერპოლაციას ვაკეთებ და მე აი აქ ჩაწერილი კოდი უკვე ინტერპოლაცია ანალოგიურად, უпростоრად JavaScript-ოდ. აქაც ჩვენ თუ SRC კვადრატულ ფრჩხილებში არ ჩავწერთ, ეს უბრალოდ ტექსტი იქნება. ამ კვადრატული ფრჩხილების საშუალებით ჩვენ ვეუბნებით რომ არის რაღაც ვადი room-ი, რომელშიც არის პარამეტრი images-ი, massive images, ვეუბნებით რომ ამ მასივიდან პირველი ელემენტი გვინდა ამოვიღოთ და აი ამ პირველი ელემენტის source უნდა ჩაიწეროს აქ. შესაბამისად კვადრატული ფრჩხილები გვაძლევს საშუალებას რომ ესეთი ოპერაციები შევასრულოთ. ანუ მაგალითად ახლა აი აქ მე ჩავწერ ეს რამის. აი მაგალითად inputs გავაკეთებ. ზემოთ გავაკეთებ უპირველეს ხაზს. input-ი და მექნება placeholder. placeholder-ში ჩავწერ 1 2 3 4 რაღაც რიცხვს. აი აქ input-ში რა თქმა უნდა placeholder-ის სახით გამოვა ეს რიცხვი. მაგრამ მე თუ აი აქ placeholder-ს ჩავსვავ კვადრატულ ფრჩხილებში, აი აქ ჩაწერილი რიცხვები უკვე სვლადები უნდა იყოს. მაგალითად, მე თუ გადმოვალ აი აქ შევხვდი რამე სვლადს, ტექსტი ვეტყვი რომ იქნება string-ი და მნიშვნელობად გადავცემ რამე strings, მაგალითად hello. ახლა აი ამ სვლადს მე თუ ჩავწერ აი ამ ფრჩხილებში, ჭალებში უფრო სწორად, ტექსტს.
მე ტექსტის მნიშვნელობა ჩამეწერება აქ. ანუ აი ამ სლაიდში რა მნიშვნელობაც მქონდა. ჭალებში ის მნიშვნელობა წამოგვიყვება. აი, ელო. კი, გასაგებია. მე მაგალითად პარაგრაფი გამოვიტანოთ და აი აქ უკვე ну სხვა პარამეტრები არ გინდა. მოდი ანდაც room წერტილი price per night გამოვიტანოთ და ესეც გავხსენოთ pipe-ში გავატაროთ ესეთ ჯოფი დავწეროთ currency და მაგალითად აი აქ დოლარიანის ნიშანი. ეს რაღაც ნახავთ აი. არებში დაგვეწერა ეს ყველაფერი. და კიდევ მინდა რომ გამოვიტანო აი ღილაკები. ღილაკებამდე, ну ღილაკზე ეწეროს book. გავაიმის ქვემოთ. და აი აქ ასევე მინდა რომ გამოვიტანო წერტილი ID. ანუ ყველაფერს რო თავისი ID ეწეროს ბარი. აი აქ ამოთახის. თან აი აქ დავაწერო ID, ვიტყვი რომ იქნება და ეს ტექსტის სახით რო გამოვიდეს. ოკეი. და რას გავაკეთებთ ხო? რამინდა ხო უცბად პატარა სტილებს ვიცემ ამ ყველაფერს მაგალითად containers ვიტყვი რომ max width ექნება 1200 pixel-ი margin-ი auto height 100% padding-ებზე მოდუნდა ქონდეს. მოდი აი ესაც მოვახდენით 20 პიქსელებისას და შემდეგ rooms inner-ი display flex-ი justify content მაგალითად space evenly around-ი და ეს არის img text მიმართა. room card-ივი შეგიძლიათ არის img tag-ი within მივცეთ მაგალითად 200 პიქსელი თვითონ ფოტოს. rooms card თუ room card მაგ room card-ია. cards. Nice. და რა თქმა უნდა მე ფოტოშოპი უნდა ჩავუხდოთ, იმიტომ რომ ყველაფერი ახლა ერთ ხაზზე წავა. და უთხრათ რომ wrap დავწეროთ gap-ი. ერთად 50 პიქსელი. იდეაში ეს რაღაც მე ვქონდა gap-ი 80 შეიძლება ხომ დაშორება რა ამ ფაქტორში არის. აჰა, ოკეი. რაღაც მივიდეთ. ხო. ну იდეაში ჯერჯერობით ეს ყველაფერი გავაკეთეთ ახლა შეგვიძლია თან ამასთან ერთად შესვენება გავაკეთოთ და შესვენების მერე უკვე გავაგრძელოთ ამ ყველაფერზე მუშაობა. რამე კითხვა ხო არ გაქვს ამ შესვენებას გავაკეთოთ? არა, ჯერჯერობით გასაგებია. ევად. კარგი, ჩავხდებით შესვენების შემდეგ. დროებით.
აქ ხართ, მეგობრებო? Hello. დიახ. Okay. უი, ლანა, მაშინ დახმარება რო გჭირდებოდა, გინდა? ჯერ არ მივედი იმ ლექციამდე და მე თანდათან ნელ-ნელა მივდივარ და მოგწერთ. Okay. როცა დაგჭირდება. წერდა. Okay, რაზე გავჩერეთ ხო? ეს ოთახები გამოვიტანეთ და ახლა დავწეროთ უშუალოდ ფილტრაციის ლოგიკა. ფილტრაციის ლოგიკისთვის დაგჭირდება from tag-ი. და from section ზოგადად არ გვჭირდება. ეს უკვე ბექების საქმეა PHP-ზე. ცვალა ახლა from tag-ო საიტი არ გვეტყვით. ჭირდება მაინც Google server-დან request-ი წამოვიდეთ. უბრალოდ პასუხი. და ჩვენ ფორმას ახლა კონკრეტულ პარამეტრებს ვიწყებთ. ანუ რა გვჭირდება ახლა ფილტრაციისთვის, მოდი ვნახოთ. და მოდი ზოგადად ლოგიკას შევხედოთ, ანუ რა ლოგიკიდან გამომდინარე ხდება აი აქ ფილტრაცია. ეს ჩვენ გვაქვს request-ი ფილტრაციის, რომელზეც უნდა გავაგზავნოთ ჩვენ კონკრეტული პარამეტრები. Room type ID, price from, price to, maximum requests, check-in, check-out. ეს პარამეტრები უნდა გავაგზავნოთ და აი ამ პარამეტრებიდან გამომდინარე ჩვენ მივიღებთ ამ პარამეტრებიდან გამომდინარე გაიფილტრება ოთახები. მაგრამ აი აქ ჩვენ გვაქვს room type ID. რომლიდან გამომდინარეც უნდა მოხდეს, ანუ მომხმარებელმა უნდა აირჩიოს რომელი უბრალოდ კონკრეტულად რომელი ოთახის ტიპი უნდა რომ აირჩიოს, ხო? ამისთვის ჩვენ გვაქვს ესეთი API. API rooms get room types. მოდი ოთახის ტიპები მივიღოთ. ნუ აქ ინახება ID და name-ები. სულ სამია, მახსოვს. ნახოთ, ხო, სამია, ანუ ID 1 name, ID просто ID 1 name single room, ID 2 name double room და ID 3 name deluxe room. Okay. ახლა აი ამ მისამართებს გავაგზავნოთ request-ი. service და get room types. service HTTP-ს მიმართოთ. უთხრათ რომ ვაგზავნით get requests, ჭალებში ვწერთ სანდ ვაგზავნით, რა თქმა უნდა subscribe-დებით ვიღებთ response და response უკვე გადავცემთ, აი აქ სულაც გავაკეთებთ room types. Let's go massively და this room types უდრის response. და აი აქაც მოდით ავწეროთ ინტერფეისებში ახლა რა ტიპები გვაქვს. ქონა, ნუ ID და name, ხო, string-ი და number-ი, მოდი შევამოწმოთ, ხო, string-ი, ესა number-ი და string-ი. აი, interface-ი, export interface, პატარა interface და room types. Room types გვაქვს ID, number-ი და გვაქვს string-ი, უბრალოდ name-ი string-ი. ეს room types-ით გადავცეთ room types უთხრათ რა იქნება massive და აქაც generic ტიპის საშუალებით უთხრათ რა ინფორმაციას მივიღებთ სერვერიდან. და error-ი გავიქრა. Okay. ახლა, ნუ იდეაში form-ში რეები გვჭირდება, ისევ კიდევ ერთხელ გადავხედოთ. Type ID, price from, price to, maximum guests.
check-in და check-out-ი. ყველი, მოდი select-ი გავაკეთოთ, რომ type ID რო გადავცეთ. Select name და ID. და option-ები. Options ნახეთ, რა გავუკეთებ? ng-4-ით გადავურბენ. Let room type of room service მიმართოს და აი ამ room types massive-ს გადავურბინოთ. type ხო, მიგეში. სწორი იქნება ეს. აქ value-ში ჩავწერთ, ნახეთ რას, ამასაც დავაბაინდებ. აქ რო JavaScript კოდი ჩაიწეროს და ნახეთ room type წერტილი ID. ანუ როდესაც მომხმარებელი აირჩევს რაღაც options, აი ეს ID უნდა გაიგზავნოს სერვერზე. და ინტერპოლაციის საშუალებით room type წერტილი name. და მოდი ვნახოთ select-ი. პირობით ცარიელია, რატომ? ნუ იდეაში ეს მეთოდი რა თქმა უნდა get room types-ი შევქმნით, მაგრამ არსად არ გამოგვიძახებია, ხო? თუმცა ეს მეთოდით გამოვიძახოთ. მიმართოთ this room service და წერტილის საშუალებით გამოვიძახოთ get room types მეთოდი. იმისთვის რომ ჩვენი ოთახის ტიპები ჩაგვეტვირთოს, single room-ი, double room-ი, deluxe room. ასევე აი აქ ერთ-ერთ option-ს დავაყენებ. ჩვენი value გვექნება 0. და მაგალითად choose an room type. room type-ი და მომხმარებელი მე აქედან აირჩევს. თუ არჩევა არ უნდა, მაშინ room type-ი იქნება სტანდარტულად. ანუ ამას დავუწეროთ შესაბამისად. Disabled-ი ან disabled-ი არ იყოს, ჩვეულებრივ შეიძლება არჩევა. Selected. ნუ selected-იც არ დაგჭირდება, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ახლა რეაქტიული ფორმებით წავიდოთ აი ეს. პირველი გავაკეთეთ, შემდეგ. ჭირდება price to და price from და to. Okay. იდეაში ეს ორი ვარიანტი შეგვიძლია გავაკეთოთ. Input-ებით ანუ ესეთი input-ებით ორი input გავაკეთოთ. Type range მაგალითად. და აქედან გამომდინარე გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ორი input-ი გავაკეთოთ, ჩაწეროს ფასი საიდან სადამდე უნდა. აქ როგორ არის გაკეთებული? ნუ აქ აი აქ ესეთი ის არის ეგრეთ წოდებული სლაიდერი. სხვათა შორის დღეს ვერ მოვასწრებთ, მაგრამ აი ზუსტად ესეთის გაკეთებასაც ვისწავლით. Material აი უსაშუალებით. ესეთი ძალიან საინტერესო საიტია. საიდანაც ჩვენ შეგვიძლია გამზადებული კომპონენტები წამოვიღოთ. მაგალითად სლაიდერი და ნახეთ. შეგვიძლია ესეთი რაღაც ავიღოთ. შეგვიძლია ესეთი რაღაც. ამის გაკეთებას ვისწავლეთ. იდეაში ჯერჯერობით ჩვენ შეგვიძლია რომ უბრალოდ ესეთი რაღაც გავაკეთოთ. ნახეთ რას გავაკეთებ. ხო მოდი ჯერ ავწეროთ ფორმი და მე განახებთ აი ამის სწორ გაკეთებას. ნუ ნახეთ ტესტ ხო თავიდან ესე მარცხნიდან მარჯვნივ მოძრაობს, მაგრამ CSS-ში შეგვიძლია რომ კლასი მივცეთ. inputs range inputs. ანახეთ რას გავაკეთებ. ამ range inputs მიმართ. და შეგვიძლია ამ range inputs მიმართოთ და transform rotate და 180 degrees. ახლა იდეაში დატრიალდა რა. და მე შეგვიძლია position relative და left variant.
6 ესეთი რაღაც გავაკეთეთ რა. 7 შეიძლება. სანამ იმას ვისწავლით, ესე შეგვიძლია გავაკეთოთ. ქვემოთაც განახებთ, როგორ უნდა გავუკეთოთ ის, რომ ერთად ეწერებოდეს რიცხვები. აქ მინიმალური, მაქსიმალური დავუწეროთ, ნახეთ, min. მაგალითად, საიდან სანამდე უნდა ერჩიოს რიცხვების, საიდან სანამდე შეიძლება რიცხვების არჩევა, 0-დან მაქსი 500. მინიმალური იქნება 500, აქ მაქსიმალური 1000. და თან იდეაში უკეთესი იქნება ლეიბლები რო შეგვექმნა და თან დაგვეწერა min max. მაგრამ იდეაში გავაკეთოთ მაგას. არ იქნება პრობლემა. შემდეგ რა გვჭირდება maximum quests. აქ არის იდეაში შეგვიძლია option-ები გავაკეთოთ. select-ი. თუმცა იქ როგორ არის? ვაკეთე select-ა, ხო? და მაგასთან 1-დან 5-მდე. ანუ ჩვენც მოდი ეგრე გავაკეთოთ. Options. და შიგნით $. Option გამრავლებული 5-ზე და შიგნით ტექსტის სახით $. და პირველი option-ი გვექნება აქ არის 0 value-ში და ტექსტ ჩავწერთ. ანუ აქ როგორც არის. საერთოდ ვალდებულები აქედან გამომდინარე რომ ავაწოთ. რა თქმა უნდა, უბრალოდ მაგალითის სახით აქედან ვიღებ, მაგრამ შემდეგ ორი input-ი გვექნება type date-ით. ანუ შესვლა და გამოსვლა. ანუ შესვლის თარიღი, გამოსვლის თარიღი. და ბოლოში გვექნება ღილაკი. type-ი ექნება, რა თქმა უნდა, აუცილებლად submit-ი. და აი აქ ჩავწერთ filters. გადმოვიდეთ და ნახეთ ყველაფერი როგორ გამოიყურება. ვიზუალურად რა თქმა უნდა არ ისე კარგად. იმიტომ რომ სტილები არ დაგვიწერია რა თქმა უნდა. და დღეს იდეაში CSS-ის გაკვეთილი არ გვაქვს, ამიტომაც სტილებზე ახლა ბევრ დროს არ დავხარჯავთ, თავარია ლოგიკის მხარე გავუკეთოთ. და ეს ყველაფერი ახლა რეაქტიულ ფორმაში უნდა ავწეროთ. მე აი აქ შევქმნი filter for ფუნქციას, რომელსაც ნახეთ ავტომატურად ექნება ამის გამოძახება engine not semot this filter form. ეს მეთოდი ავტომატურად მექნება გამოძახება. აი აქ შევქმნი ახლა ესეთ სვაც form-ი, filter form, რომელიც ექნება form group-ის ტიპის. აქ ზახლის ნიშანი, იმიტომ რომ კონსტრუქტორში არ აღწერთ ამ filter forms. ბოდის სახელის და მეთოდის სახელიც ემთხვევა ერთმანეთს. დავარქვათ, მოდი უბრალოდ filter form. და this filter forms მიმართავთ და ვეუბნებით, რომ იქნება ახალი new form group. გავხსნათ ფრჩხილები, ფიგურული ფრჩხილები და ამ ფიგურულ ფრჩხილებში ავწეროთ ახლა კონტროლერები. რა კონტროლერები გვექნება. პირველი კონტროლერი გვექნება, მოდი აქ გადავხედოთ, აი ამის მიხედვით გავაკეთოთ. პირველი გვექნება room type. შეხნათ რაც გავაკეთებ. ისე გავაკეთებ. იქ ქვემოთ ამას უბრალოდ ჩავს. დავაკომენტარ. room type ID. ეს მონაცემები რადგან უნდა გავაგზავნოთ, აქედან გამომდინარე ავწეროთ, მაგრამ ჩვენი forma და new room type ID იქნება ახალი form control-ი. თავიდან საწყისი მნიშვნელობა იქნება 0, ვალიდატორებს არ დაუქმნით. ანუ იდეაში
validators required არ ჭირდება საერთოდ. Price from დავაკოპიერ ფრომი შეგვიშალოს. From ესეც ანალოგიურად new form control-ი მოდით რას გავაკეთებ. ამას ჩავაკოპიერ. უბრალოდ გადავიტან price. Check in და check out. ყველაფერს საწყისი მნიშვნელობა იდეაში აქვს ნული. room type. სხვადასხვა აი აქ ნუ დავაკავშირებთ მე განახეთ. კაი, filter form-ი ავწერეთ. ნუ რეაქტიული ფორმებიდან გავგნარი, მაგრამ app module TypeScript-ში reactive forms modules თუ არ შემოვიტანთ, არაფერი არ გამოვა. თორემ ახლა ეს ყველაფერი რეაქტიული ფორმების პრინციპით ავაწყებთ. და რა თქმა უნდა, ყველა selects და inputs უნდა გადავცეთ form control name. Form control name dris და room type ID თუ სწორად მახსოვს. ეს ნუ გავხსნე. ინასარ form control name-ებს გავუწერ ყველას. Select-საც, input-საც და I am. უბრალოდ ახლა გავუცან პარამეტრებს. Price from price to check in და check out. ამ კონტროლერების სახელი გადმოვეცით და შესაბამისად აი ეს კონტროლერები მივაბით აი ამ ფორმას, მაგრამ ჯერჯერობით თვითონ ფორმა უნდა დავაკავშიროთ აი ამ სვათ. ამიტომაც კვადრატული ფრჩხილები გავხსნათ form group udris და აი ამ ფორმის სახელი ჩავწერთ. ამ ცოდვის სახელი. Okay. ეხლა ასევე აი აქ შევქმნით მეთოდს, ამას უშლის აღარ გჭირდება. ფორმა გვექნება. ფორმა არა და მეთოდი გვექნება. filter rooms. ოთახების გაფილტრის მეთოდი გავაკეთე. და ვეუბნები აი ამ მეთოდს გამოვიძახებ. მაშინ, როდესაც ეს ფორმა დასაბმიტდება. ანუ ng submit events movement ჩვენ ანუ ng submit-ი არის event-ი, რომელიც გამოიძახება იმ შემთხვევაში, როდესაც თვითონ form-ი submit-დება. ახლა ღილაკი გვაქვს type submit-ით, ანუ ამ ღილაკს როდესაც დავაჭერ, ფორმა დასაბმიტდება, ng submit-ი მოусმენს ამ events და filter form მეთოდს გამოიძახებს. აქ ჩავწერთ ამ შემთხვევაში ჩვენ product this filled form-ის values გამოვიტანთ კონსოლში. მოდი ვნახოთ ახლა aspect-ი გავხსნათ, rooms component-ზე გადმოვიდეთ, კონსოლი გავხსნათ. მაგალითად double room-ი ავირჩიოთ, guest-ი არ ავირჩიოთ. ფასი ესე დაახლოებით. მაგალითად დღე ეს დავაჭროთ filters. ანუ აი ეს პარამეტრები მივიღეთ. maximum request-ში მივიღეთ მნიშვნელობა 0. იდეაში ყველაფერი კარგად გვაქვს. ახლა აი ეს პარამეტრები უკვე უნდა გავაგზავნოთ სერვერში. ანუ სერვერში უნდა ავწეროთ ახლა შემდეგი ლოგიკა. get უბრალოდ filter forms დავარქვა მოდი აქაც. და ვეტყვი რომ წერ this https და post request ვაგზავნ. წყალებში რა თქმა უნდა ვეუბნებით. რას ვაგზავნით? ჩვენ შემთხვევაში სად ვაგზავნით? აი, უნდა ავიღოთ ახლა ჩვენი endpoint-ი, execute. ავიღოთ ეს endpoint-ი. ჩავწეროთ წყალებში და ვეუბნებით რომ ვაგზავნით რას?
აგზავნით filter arams. ამ ფილტრაციის პარამეტრებს. ნუ ჯერობით ამ წამს n-ის და უწერ ამას გადავასწორებთ. filter arams ვაგზავნით servers. subscribe-დები და response გამოვიტან კონსოლში. ეხლა filter arams-ი რადგან n-ია, მოდით ეს გავასწოროთ, ეს რომ არ იყოს, ამიტომაც filter arams-ში ავწეროთ ინტერფეისი. და ის მოდით export interface filter arams. და ნუ რა მონაცემი გვაქვს, ახლა წამოვიღოთ აქედან. იდეაში ისევ ეს დაგჭირდება, სად იყო? ისინი. მინდა. სად არის interfaces, okay? აი ამ ჭალებს. აუხლი. Okay. Okay. ესენი არის string-ები. ნახეთ, თან რას დავწერთ. ყველა პარამეტრი მეგობრებო შეიძლება იყოს ან string-ი, ან ნული. ამ შეიძლება საერთოდ არ გავაგზავნო ეს მონაცემები, ან მომხმარებელი თუ არ აირჩევს აქედან. ამ ხელს საერთოდ თუ არ მოკიდებს არც ერთ input-ს. აი მაგალითად, აი აქ თუ არაფერი არ აირჩი, ესე იგი ეს პარამეტრი იქნება ნული, რადგან რეაქტიულ ფორმებში ჩვენ ესეთი ლოგიკა გვიწერია. რომ თავიდან საწყისი მნიშვნელობა არის ნული ყოველთვის. და თუ ჩვენ არ შევვალეთ ეს ნულად დარჩება. ამიტომაც უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენი პარამეტრი თუ მომხმარებელი შეცვლის იქნება string-ი, თუ არა ნული. მას აქ ვეტყვით, რომ number-ი ან ნული შეგვიძლია. და იდეაში ყველა number-ი ან ნული უნდა იყოს ზემოთ ნული. ეს number-ი ან ნული, number-ი ან ნული. Okay. ზემოთ პარამეტრები number-ი ან ნულები, ესენი string-ები ან ნულები. Okay. ეხლა ეს ინტერფეისი გადმოვცეთ აი ამ filter arams. filter arams ინტერფეისი მივცეთ და აი post-საც შეგვიძლია generic ტიპით უთხრათ, რომ filter arams ვაგზავნოთ. ნუ და აი კვადრატულ ფჩქელებს აღარ ვუწერ, იმიტომ რომ ეს მასივი არ არის. ჩვეულებრივი ობიექტი. ეს filter form-ი უნდა გამოვიძახოთ მაშინ, როდესაც ფორმა დასაბმირდება. ეს room service მიმართოთ, ეს მეთოდი ხომ იმიტომ ავწერეთ, რომ როდესაც ფორმა დასაბმირდება, მაშინ გამოვიძახოთ. ამიტომაც მიმართოთ ახლა this room service და filter form-ი გამოვიძახოთ. filter form-ი გამოვიძახოთ ახლა error-ი. იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩვენ ვეუბნებით, რომ რაღაც პარამეტრს ვატანთ, ამ პარამეტრს ვიღებთ აი ამ მეთოდში და აი აქ არ ვატანთ. ეს რა თქმა უნდა შეცდომა. ამიტომაც ჩვენ უნდა გადავწყვეტ აქ this filter form value. ანუ აი გამომდინარე, აი აქ რა პარამეტრებიც გვაქვს, იმ პარამეტრებიდან გამომდინარე მიღებული მნიშვნელობა უნდა გავაგზავნოთ server-ს. და მოდი ნახოთ ახლა რას მივიღებთ. მოდი room type single სავირჩევ და ვაჭრ filters და როგორც ხედავთ, აი აქ ნუ ეს ავტომატურად კონსოლში გამოგვივიდა ფორმის მნიშვნელობები, მაგრამ აი აქ წამოგვივიდა 6 მასივი. რომელშიც გაიფილტრენ ოთახები მხოლოდ იმ კრიტერიუმით და კრიტერიუმით ჩვენ ავირჩეთ. ანუ მარტო single room-იდან გამომდინარე ავირჩეთ ეს პარამეტრები. რა გვაქვს? მაგალითად, ეს ერთი ოთახი, ნახოთ room type ID 1, იმიტომ რომ single room-ის ID არის 1 და ყველას ოთახის ტიპი რომ ნახოთ room type ID 1 იქნება. ეხლა რომ შევცვალოთ double room-ი რომ ავირჩიოთ და გავაგზავნოთ server-ზე მოთხოვნა. მივიღებთ ყველა ოთახს, რომლის ტიპიც იქნება room type ID-ც იქნება 2. მოდი აი ეს პარამეტრები ავირჩიოთ, აი მაგალითად აი ეს, ნუ ციცარიელი დაგვიბრუნდება ახლა. შეიძლება რა დაგვიბრუნდა.
ახლა მოიცა რა მივდით. 0-დან 500-მდე ავირჩიე ახლა მე იდეაში. მოდი, ამის ეს მნიშვნელობები გამოვიტანოთ კონსოლში. კონსოლში ქვემოთ გამოვიტანოთ. აი აქ შევქმნი. გვაქვს ჩვენი აი ეს ინპუტები, ხო? აი აქ ორსპანს გავაკეთებ იდეაში. და ჩავწერ price to და price from პირველ. price to. და აქ როგორ მივიღოთ მნიშვნელობა? ნახეთ რა შემიძლია გავაკეთო? მიმართო ჩვენს field forms values და price to-ს. ანალოგიურად ქვემოთ. თავიდან არანაირი მნიშვნელობები არ არის, მაგრამ ნახეთ. ამოვიდეთ ყველაფერი. წამით filter forms TypeScript. აქ გვიწერია field form value nut ეს მუშაობს მე პირველი არა რატო from იწერია უბრალოდ price from I want to price from the price და უკვე სწორად იმუშავებს ყველაფერი აი აქ დააკვირდით price from მაგალითად 100 want პირიქით უნდა იყოს ახლა ეს ნახეთ ზემოთ რო გავდივარ აი პირიქით 500 უნდა გქონდეს რა თუ ცნობილი რაღაც ხდება, იმიტომ რომ დავატრიალეთ ახლა რეალურად და ამისთვის აქეთ არის 500. მიდიაში ეს rotate საერთოდ არ გავუკეთე. ესე rotate საერთოდ არ ჭირდება. ისდება. ნუ იქით არ ვატრიალოთ, მე მაგისთვის ასაჭირო. ნუ მაგას მე Angular materials რო აგიხსნით იქიდან განახოთ სწორად როგორ უნდა გავაკეთო. მაგრამ ნუ ჯერჯერობით ეს შეგვიძლია. აქ შეგვიძლია უთხრათ, რომ ეს გამოვიდეს იმ შემთხვევაში, ასეთ შემოწმებას დავაყენოთ, რომ filter აი ეს ყველაფერი, თუ იქნება 0 აი იყოს როგორც არის ჯერჯერობით ან იდეა შეგვიძლია აი აქ ჩავწეროთ თავიდანვე 0-დან 1000 და თავიდანვე ეგრე ეყენება 0-დან 1000 და მე უკვე შეგვიძლია შევცვალოთ პარამეტრი და ახლა როგორ გამოვიყენოთ ეს სერვერიდან მიღებული ოთახები. იდეაში ძალიან მარტივად ყველაფერი აი აქ ხდება. მაქსიმალურად ადვილად სად გვაქვს ჩვენი სერვისი. ნახეთ, ჩვენ ხო გვაქვს აი აქ მასივი, რომელშიც გვაქვს ყველა ოთახი. ანუ ამ მასივში არის ყველა ოთახი, მაგრამ მე შემიძლია გავაკეთო რა? სერვერიდან მიღებული პარამეტრები შემიძლია გადავწე უფრო სწორად აი აქ პოსტში. ეხლა ფილტერ პარამეტრად დავწერ ეს საერთოდ უნდა მეწერე. აი აქ პოსტშიც უნდა უთხრათ, ნუ პოსტმა რა შეიძლება დაგვიგულოს. აქაც rooms interface გადავწე. და ვეუბნები რომ rooms მივიღებ. და შესაბამისად this rooms მიმართავ ეხლა და ვეუბნები რომ response მიიღებ შენ პასუხად. ანუ როდესაც მე ფილტრაციას გამოვიძახებ და ფილტრაციიდან გამომდინარე ჩვენ მივიღებთ გაფილტრულ ოთახებს. ეს გაფილტრული ოთახები გადაეცემა აი ამ მასივს, ანუ ეს მასივი გადაიწერება და შესაბამისად ოთახები გაიფილტრება. მოდი ახლა deluxe ოთახები გავფილტროთ, ნახეთ. და აი აქ გამოგვივიდა მხოლოდ deluxe ოთახები, grand deluxe, superior room-ის რაღაცას. ნუ ეს ყველა ოთახი არის deluxe ოთახი. მოდი ფასი 400-მდე რო იყოს 0-დან 400-მდე დავაყენოთ. ხა და ისე გავაგზავნოთ მოთხოვნა.
400-მდე. ესე ვერ გავაკეთებთ ამით. ხო, ნუ ეს ცოტა ცუდად გვაქვს აწყობილი. მოდი 300 ზემოთ გავაკეთოთ. მაშინ. მასიდან 500-მდე. და იდეაში მხოლოდ აი ეს ორი superior room და superior room city view უნდა გამოგვივიდეს. ველტა, აი. აუდეს ორი ოთახი გამოგვივიდა ახლა. ნუ ეს კრიტერიუმები არ ითვალისწინება ახლა იქიდან გამომდინარე რომ არც გვაქვს არჩეული, ანუ არ შეგვიძლია ნული იგზავნება სერვერზე, შესაბამისად ნულზე არ რეაგირებს. და მე ისევ მაგალითად ვინა ყველა ოთახი დავაბრუნოთ. მაშინ აი აქ გავაკეთებთ ახლა კიდევ ერთხელ აქს. ბატონს. reset მაგალითად, ანუ და რო დავარესეტოთ ყველა ოთახი რო დავაბრუნოთ, თუმცა აი ამას აუცილებლად ტაიპი უნდა გავუწეროთ, რომ ბატონი იქნება, ანუ რაღაც კონკრეტულ მოქმედებას არ გააკეთებს ახლა ამ შემთხვევაში, მაგრამ კლიკზე უნდა უთხრათ, რომ გამოვიძახებთ room service-ში. get rooms methods. ანუ ნახეთ, ფილტრაცია ხო შეცვლის ჩვენს მასივს, ძირითად მასივს, რომელშიც ყველა ოთახი გვენახება. მაგრამ ჩვენ ისევე როდესაც დაგვჭირდება ყველა ოთახის მიღება, ისევე გამოვიძახებთ იმ მეთოდს, რომელშიც ყველა ოთახი რაც არის მთლიანად API-ზე, ყველა ოთახი გადაეცემა აი ამ მასივს. მოდი შევამოწმოთ, გავუფილტროთ მაგალითად maximum guess 1 filter. ნუ ახლა იდეაში ყველა ოთახი გამოგვივიდა. მოდი 200 მაღალფასიანები, ანუ 300 მაღალფასიანი ოთახები გამოვიდეთ. filter, ნუ გაგვიფილტრა ეს ოთახები და ახლა ყველა ოთახის დაბრუნება გვინდა დავაჭერთ reset-ს. ისე ყველა ოთახი დაგვიბრუნდა. მაგ შეგვიძლია მე ნახოთ რაღაცები, აი მაგალითად სავარაუდოდ ერორი იქნება. არა, ნახეთ. ამ დღეებში ესენი თავისუფლები არიან. მაგალითად ახლა თუ დაჯავშნილი იქნება რომელიმე ოთახი. სავარაუდოდ ერორს ამოვიგებს. სავარაუდოდ კი არა და იმ ოთახებს არ ამოვიგებს. არ გვიჩვენებს, რომ ის ოთახები იმ კონკრეტულ პერიოდში იქნება დაჯავშნილი. ნუ იდეაში სულ ეს იყო ფილტრაციის ლოგიკა. რამე კითხვა ხომ არ გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით, ახლა რაც გამიხილეთ? ოი, მარტო ლუკა, შენ დარჩი? დიახ. დანარჩენები გაქრნენ როგორც ჩანს. ხო, შენ ხო არ გაქვს რამე კითხვა? არა. ბატონო. ჩემი მაგესმით ხო? კი, ისმის. აი. კარგი, დავამთავროთ მაშინ ამით ლექცია. და გემშვიდობები ლუკა, კარგად. ნახვამდის.